ერთმანეთს აკოცეთ? რა? ესმას აკოცე? რა სისულელია? ანუ ტყუილია? ტყუილია თუ არა ვინ გითხრა? ვინ მეტყოდა ჩვენმა გოგონებმა? რა თქმა უნდა ამ სიტუაციაში დიდემ ჰანიმის წყალობით აღმოჩნდი. რომ არ ეთქვა არ შეეძლო? შიშველი იყავი? შიშველიც იყავი. ჩემზე ფიქრს გირჩევნია იმ სამ ქალზე იფიქრო, რომელიც სახლშია. ცოტანელა სახლში მყოფ სამ ქალზე არ ვიფიქრებ. ეგ შენი სტილია ძმაო. ახლა ისეც მოგარტყამ რომ არც კარგი სიტყვა მოგწონს. კარგი რომელი იყო? ძმაო, არ ვიცი ქაანი ამ რესტორანში მოვა თუ არა, მაგრამ ზეინები მოვა და შენთან ლაპარაკს მოინდომებს. ეს აუცილებლად ვიცი. დიდემ სარულაპარაკია ზეინებთან, არაფერი იცის. როგორ არა? სემა და ედა ზეინებთან იყვნენ. უთხრეს რომ შიშველი იყავი. ასეთი რამ როგორ უთხრეს? ეს ხომ ღალატია. რა თქმა უნდა. ეს მას რომ კოცნიდი ის არ იყო ღალატი. მე არ მიკოცნია, თვითონ მაკოცა. ღმერთო ჩემო, საბრალო აკოცეს, ძალით აკოცეს. საბრალო. ღმერთო ჩემო. კარგი, კარგი, წინ იყურე. ყველაფერი დაამატე? დიახ. რა ხდება? მოგახსენებ. ძმაო, შიგნით სიმშვიდეა. ერთი ადამიანი ზის, თეთრი ზედით. მკითხე აქაური კლიენტი ხომ არ არის? როგორც ჩანს, მათი კაცია. დარწმუნებული ვარ. ასეთი რამ როგორ შეიძლება? უკვე სასეირნოდ დადის. არაფერი იცით და ასე ლაპარაკი არ შეიძლება. გოგონას ისედაც ნერვები აქვს მოშლილი. ძმას კი სუფთა ჰაერზე გასვლა უნდოდა. რა მოხდა? რამე ხდება? გეფიცები თუ ერთ დღესაც გაიგებ რომ ესმა ორსულადაა, არ დაგავიწყდეს, გაგაფრთხილე. ნუ აზვიადებ. ხო, თითქოს მე ვაზვიადებ და არა ხალილ იბრაჰიმი. შემოდი აიში აქ ვარ. შოთამ მითხრა რომ ზეინები და ფიქრეთი გავიდნენ. დედასთან ხომ არ წავიდნენ? არა. დაძმა გასართობად გავიდა. ვერ გავიგე? ახალი ტენდენციაა. დაძმა გვიან ღამით გასართობად დადიან. სახლში არაფერს ვამენ, მაგრამ ქუჩაში უარს არაფერზე ამბობენ. მეც ვერ გავიგე აიშე. ვერაფერს ხვდები. ერთი წუთით, იმ დღეს როცა მითათი დავგრძალეთ, გასართობა წავიდნენ? რა გითხრა? სათქმელი არაფერი მაქვს. მაგრამ ამას ხომ ზეიმი ქვია და სხვა არაფერი. უნდა მიმხვდარიყავი. ჩემი ოქრომი ვეცი რომ ქიქას ყველაფერი გაერკვია, მაგრამ ხალილ იბრაჰიმი წინააღმდეგი იყო. რადგან იცოდა. ფიქრეთმა მოკლა. ძმაო, რა? დღეს თუ ყველაფერი ისე იქნება როგორც გინდა. დამლას დაელაპარაკები? ხელს რა შემიშლის? დამლა ხომ რისკია? მე რა რომ რისკია? გამოდმებით ვრისკავ, მაგის არ მეშინია. თან დედამისმა გამომიყენა ქაანი რომ მომეშორებინა. კი ბატონო, წავიდეს დამლა ჰანიმი პოლიციაში და ყველაფერი თქვას. მეც ვიტყვი. მაშინ ისიც ნარგის ჰანიმთან ერთად ჩაჯდება. და ყველა ერთად ვიქნებით. ყველა. ესე იგი ამ ყველაფერს ესმას გამოაკეთებ? ადამიანის სიცოცხლეს რა აზრი აქვს, თუ არ შეუძლია გარისკოს?
Fikret. Vay. Aslında მართალი გითხრა, მაინტერესებს. ეს გადაწყვეტილება. იმიტომ მიიღე, რომ ესმა გიყვარს თუ იმიტომ რომ yoksa Esma ჰალილ იბრაჰიმს აკოცა. როგორი ამაზრზენი მოსასმენია ზეინებ. abi kız ეს ეჭვიანობაა და უმციკლო სიყვარული? soruyorum. რას ნიშნავს უმციკლო სიყვარული? სიყვარული ყველაფერს მოიცავს, ყველაფერს. ისე ლაპარაკობ თითქოს ის თალგამი არ გიყვარდეს. არ ეჭვიანობ, არ გიყვარს? Benimki saf. ასე არ არის ძმაო. Benimki saf. მე გულუბრყვილოდ მიყვარს. Hatta bazıları ზოგიერთი ამას სისულელეს ეძახის. o sebep. ამის მიზეზი აქვს. Erkeğini birini ayarlıyorsun diyor. ხო, მაგრამ ზოგი სულელია. Sağ ol abi. დიდი მადლობა ძმაო. არაფერს, სიმართლეს ვამბობ. სხვა ხომ არაფერი. არ მეცინება. მე კი მეცინება. ნახოთ რა იქნება. Geldim. წავედით. Hoş geldiniz. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. გამარჯობა. გმადლობთ. ჩვენი მაგიდა რომელია? Döküyorsan. აი ეს. გთხოვთ. Böyle geçiyorum abi. ცოტა ხანს გავივლი. კარგი. Ne alırdınız? რას ინებებთ? რას მიერთმევ ლამაზო? რა გაქვთ? Mezelerin şarkı, ბადრიჯანი მაწვნის соусით, ნეკნები. havuç taratoğu. ბადრიჯანი იყოს. კარგი. ჩემთვის ნეკნები ძმაო. კარგი. კიდევ რამე გინდათ? არა. კარგი. კიდევ? ბოსნეული თუ გაქვთ მოგვიტანეთ. კარგი ბატონო. Var bu plaki. მგონი საკმარისი იქნება. თევზი თუ გაქვთ შეიძლება. Levrek falan. ორაგული გაქვთ? დიახ. კარგი, იყოს ორაგული. Onları şimdi yaptırmana იყოს. sıcakları sonra alırız. მადლობთ. Teşekkürler. გმადლობთ. გისმენ. Söyle. Kaan Bey geldi. კან ბეი მოვიდნენ. მათ გარდა არავინაა. Tamam. კარგი. Amca. ბიძია. Fikret'le Zeynep ფიქრეთი და ზეინები რესტორანში არიან დაცვის გარეშე. ნარგიზ ლეტომ სიმართლე გვითხრა. კარგი. რამდენიმე კაცი წაიყვანე და წადი. gerek yok არ ama მჭირდება, მაგრამ რადგან ამბობ რომ წავიყვანო, კარგი. მამასად არის, თავის ოთახშია. İyi. კარგი. Ben Zeynep ზეინებს წავიყვან და რამდენიმე დღე სახლში არ ვიქნები. idare eder. რამე მოიფიქრე. კარგი, ვეტყვი რომ სტამბულში გაგიშვი. შემოტყობინე როგორც კი დაასრულე. sen işini ჩათვალე დავასრულე. Teşekkürler. გმადლობთ. Size sağlık, sağ olun. გმადლობ. მაგიას შევისწორებ. ახლავე მოვალ. Zeynep. ზეინებ. მე გეუბნები რომ მოვკვდები, შენ კი მაკიაჟზე ლაპარაკობ პატარა. Madem Halil İbrahim burada bir hesap sormadı. მიზეზის ახსნის გარეშე უნდა მოვკვდეთ? კითხე, წყენა რომ არ დაგჭეს. ჩემზეც უთხარი. İki laf et ona. Merak etme. არ ინერვიულო.
Açık versene. ესეც მომეცი. Ayhan. აიჰან. დაჯექი. დილიდან არ მიჭამია. შეიძლება ვილაპარაკოთ. Şimdi mi? ახლა ზეინებ. Evet şimdi. ხო, ახლა. Ne oluyor? რა ხდება? Anlatmadım abi. შენმა ძმამ არ გითხრა? Yaptıklarını sormuyorum. იმას არ გეკითხები, ჩემმა ძმამ რა მითხრა. ეს მას გულისხმობ. რაზე მელაპარაკები? İbrahim, ben senden გთხოვე, ფიქტიური ურთიერთობა გქონოდათ. რას ნიშნავს შიშველმა აკოცე? ზეინებ, იქნება ამაზე შენს მეგობარ ესმას ელაპარაკო. მეგობარს ვერ ვუწოდებ. სიკეთეს არავინ აფასებს. მართალი ხარ, სიკეთეს არავინ აფასებს. გამოდმებით სიკეთეს ვაკეთებ, მაგრამ ბოლოს მაინც მე ვარ მსხვერპლი. დიახ? მსხვერპლი? Ne söylemeyi düşünüyorsun? ჩემს ძმას რას ეტყვი? სერიოზულად? Kaan çık. ფერჰატმა დარეკა ქანი მოდის. კარგი, ზეინები წაიყვანე და წადი. Ben hiçbir yere არ წავალ. Kaan'la ქანს რაც გინდა თუ ქენით. შენ მერე დაგელაპარაკები. Ya Zeynep. ზეინებ. ქანთან წავალ. Ne diyor? ბატონი რას ამბობს? mağdur olan o. ამბობს რომ მსხვერპლი თვითონ არის. სხვერპლად მევაქცევ. ჯერ ყველაფერი დამთავრდეს? Şu iş bir iş. ყველაფერი დამთავრდეს. Geldi mi? მოვიდა? Geldi. მოვიდა, მაგრამ ქანი არა. Hoş geldiniz. მოგბრძანდით? Ayşe geldi. აიშე მოვიდა. Ayşe sen. აიში აქ რას აკეთებ? Benim ne işim აქ რას ვაკეთებ? Kutlamanıza yetiştim. დღეს დღესასწაულზე მოვედი. Ne რა დღესასწაული, რას Ne ამბობ? saçmalıyorsun yine? Ne yapıyorsun Ayşe? რას აკეთებ ზეინებ? Bütün ჩემთან პრობლემა გაქვს არა ფიქრეთ? Ayşe sen. აიშე დამშვიდდი, ნუ ყვირი. მითათი სპეციალურად მოკალი ბედნიერი რომ არ ვყოფილიყავი. Ayşe ne? აიშე რას ამბობ? yazıklar olsun. გრცხვენოდეს. აიშე, რას აკეთებ? ხელი გამიშვი. გამიშვი. შეჩერდი. აიშე, ძმაო, კარგად ხარ? სასწრაფო გამოიძახეთ. ძმაო, ხალილ იბრაჰიმ, რა გააკეთე? ხალილ იბრაჰიმ. შემომხედე. დამშვიდი. ძმაო, შემომხედე. ზეინებ, დაიჭირე, გეჭიროს. ძმაო, კარგად იქნები, გესმის? ძმაო, სასწრაფო გამოიძახეთ. გაუძელი ფიქრეთ. ზეინებ, დაიჭირე, გეჭიროს. კარგად იქნები, გესმის? კარგად იქნები. სასწრაფო ჩქარა. გაუძელი ფიქრეთ, ჩემთან დარჩი. მიდი ფიქრეთ, მიდი. ძმაო, დამშვიდი. ძამიკო, ფიქრეთ, თვალი არ დახუჭო, ფიქრეთ. ხალილ იბრაჰიმ. ფიქრეთ, თვალი არ დახუჭო. ფიქრეთ, ჩემთან დარჩი. ძმაო, ფიქრეთ, აქ დარჩი. გესმის? სასწრაფო ჩქარა. Hocam solumuz. ექიმო მხარშია დაჭრილი, ბევრი სისხლი დაკარგა, სისხლდენა არ წყდება. ნაკერს დავადებთ. რა ჯგუფი სისხლი აქვს? ძმაო, მეორე დადებითი. ძმაო, წნევა 80-50-ზე, პულსი 55. ძმაო, ზეინებ, დამშვიდი. ძმაო,
ჩემი ძმა კარგად იქნება არა? არაფერი მოუვა? ყველაფერი კარგად იქნება, არაფერი მოვა, უბრალოდ მხარში დაიჭრა. არი ნერვიულო, ცოტა სისხლი დაკარგა, მომაკვდინებელი ჭრილობა არ არის, გასაგებია? ახლა ცოტა დაისვენე. აი შემეს როგორ გააკეთა? როგორ არ მესმის? აი შენ საიდან იცოდა რომ იქ ვიყავით, ეს უფრო სწორი კითხვა იქნებოდა ზეინებ. როგორ თუ საიდან? დამლაზგან. ძმამ ალბათ უთხრა რომ ჩემთან ერთად მოდიოდა. გვინდოდა აიშე ჯენგიზის დასათანხმებლად გამოგვეყენებინა, მაგრამ გეგმა ჩვენს წინააღმდეგ მობრუნდა. კარგი ოღუს, შოთა შეატყობინე. იქამდე უნდა წავიდეთ, ვიდრე ვინმე მოვა. წავედით. კარგი. მარტო დამტოვებ? ზეინებ, თუ გინდა, შეგიძლია აქ ხელჩაკიდებული ვისხდეთ. მეტიც ეს გეგმა ძალიან მომწონს, თუმცა სწორედ იმიტომ მივდივარ, რომ შენი სხვა გეგმები არ ჩავარდეს. კარგი. შეგიძლია კიდევ ცოტა ხანს დარჩე. კარგი, ცოტა ხანს დავსხდეთ. აი შეცაწა იყვანე. ჯერჯერობით ისე ვიგდარჩება, მე ვნახოთ. პოლიცია თუ მოვა, რა ვთქვა? ზეინებ, არ იყავი იმ მდგომარეობაში გელაპარაკა, მერე ტუალეტში გახვედი. ამ დროს როლის ხმა გაიგე და გამოხვედი. არავინ დაგინახავს, კარგი? ეს სადმე ისწავლე? რა? ტყუილების თქმა. უფრო ის ვისწავლე სიმართლე როგორ დავმალო. ძმაო, წავედით. ზეინებ საყვარელო. შენი ძმა კარგად იქნება, ძლიერი უნდა იყო, კარგი? ყველაფერი შეგვატყობინე. ყველაფერი შეგვატყობინე. არი ნერვიულო. დანარჩენებსაც მოუყევი, მე სასწრაფოდ უნდა წავიდე. შოთა ეს როგორ ვთქვა? რადგან სახლში სხვა არავინაა, მინდა დაგელაპარაკო. არასწორია დიდემს რომ ეკონტაქტები. ნადიმი ხანიმ, დიდემი არ მოინტერესებს. ის მაღელვებს, რასაც ლაპარაკობს. ჩვენც გვითხარი იქნებ, ჩვენც ავღელდეთ. გვითხარი. კარგი. ესმას და ფიქრეთს ერთმანეთი უყვართ. ღმერთო, ფიქრეთზე და ესმაზე კიდევ რამე არის სალაპარაკო. ვერ დაინახე როგორ ჩაეჭიდა ხალილ იბრაჰიმს, თან მამისთან დასწრებით. ხო, მაგრამ ის ამბობს რომ ტყუილია. ხალილ იბრაჰიმი და ზეინეპი თამაშობენ. იმიტომ რომ ფიქრეთს ესმა უყვარს. ანუ ესმა ხალილ იბრაჰიმზე გათხოვდა, ფიქრეთმა კი იცის რომ ეს თამაშია და ამას მაინც შეეგუება. შენ რა ფიქრეთ საერთოდ არ იცნობ? ელიფ, მოდი აქ შვილო, მოდი მოусმინე და მლარას ამბობს. ფიქრეთს და ესმას ერთმანეთი უყვართ. ხალილ იბრაჰიმი და ზეინეპი კი როლებს ასრულებენ. დედა მოიცადე. ნედიმე ხანიმ, რაღაცას გეტყვით, ოღონდ დამშვიდდით. რა იყო? რა მოხდა? ფიქრეთს ესროლეს. რა? დამშვიდით, ყველაფერი კარგადაა, საავადმყოფოშია. რას ამბობ შვილო? საქინე გოგოებთან დარჩი. პალტო მომიტანეთ. ნედიმე, რომ მიხვალ შემატყობინებ? კარგი. ეს პირველად მოხდა? რა მოხდა პირველად? ადამიანს პირველად ესროლეთ? რა გითხრა ძმაო მუსა? რა თქმა უნდა პირველად. პირველად ყოველთვის დირი. პანიკაში ვარდები. ცივი ოფლი გასხამს, ფეხები გიმძიმდება. ასეა, ასე არ არის იაჰია? ალბათ ძმაო, აღარც კი მახსოვს. აი მე გუშინდელი დღესავით მახსოვს. ძმაო, აიშა ჰანიმა დღეს ისედაც ისეთი რამ გააკეთა, რაც არ უნდა გაიგეთებინა. ნუ გაართულებ. იმის თქმა მინდა რომ ასე ხდება ხოლმე, ძმაო იაჰია. ეს რას ნიშნავს მუსა? რას ნიშნავს ასე ხდება ხოლმე? ყოფილ ქმარს ვესროლე. მითათის გამოშური მინდოდა მეძია.
თუმცა თურმე ყველა მითათის გამო ყოფილა შეკრებილი. აიშე ჰანიმ, დაივიწყეთ ის ნაწილი, სადაც ყველა მეთათის გამო იყო შეკრებილი. ამას სადმე სხვაგან თუ იტყვით, ყველაფერი ცუდად დამთავრდება. იაჰია იმას გულისხმობს, რომ მეთათის გამო შურს ვიძიებთ. სადმე მათ გამოვიჭერთ. ასე არ არის, იაჰია? ეგ არ უნდა თქვა, რომ მეთათზე შური ვიძიოთ. ხომ ასეა იაჰია? ხო, ძმაო. ისედაც არავის არაფერს ვეტყვი. რა უნდა ვქნა, რომ ჩემი შვილების მამას ვესროლე? ეჭვიანობა და ბრაზი. ეს ამბავი გასაგებია. როგორც იაჰიამ თქვა, დაუმიზნებლად ესროლე. დაუმიზნებლად. არა, ფიქრეთი იყო ჩემი სამიზნე. აიშე ჰანიმ, ეს ტექნიკური საკითხია. არ დაგიმიზნებიათ. მეტიც, ისიც არ იცოდით იარაღი თუ დატენილი იყო. მოულოდნელად გაისროლა, გასაგებია? შვილო, ამას საერთოდ რატომ ამბობ? ფიქრეთი გამოჯანმრთელდება და ჩვენებას თვითონ მისცემს. იტყვის, რომ იარაღი გაუვარდა. შვილების დედას ხელს არ დაადებს. არა, სინდისის ქენჩნით ვერ ვიცხოვრებ. უნდა ჩავბარდე. ერთი წუთით, აიშე, ერთი წუთით, დამშვიდი. მოდი აქ. მოდი აქ, დაჯექი. რას ნიშნავს ჩაბარდე? დამშვიდი, დაჯექი. შენ უნდა იცოცხლო. იმაზე იფიქრეთ, მაგრამ რა გააკეთა? ჯერ დამლასთან გიღალატა, მერე ცოლად შეირთო, მერე ესმა გამოჩნდა, ესმა მოეწონა, მერე გადაიფიქრა, რომ არა, ისე რომ დაუფიქრდე, რამდენი ცუდი რამ გააკეთა. დაფიქრდი და თავს უკეთ იგრძნობ. ამის თქმა მინდოდა. აბარა იაჰია, აბარა. ნამუსი აღარ შეგაწუხებს და მერე დანაშაულის გრძნობა სულ გაქრება. ძმაო, აიშე ჰანიმის აძინებელში ხომ არ შევაცილოთ, იქ რომ დაისვენოს. შეიძლება. აიჰან, მოდი აქ. მოდი. გისმენ ბიძია, აიშე ჰანიმი ჩვენი სტუმარი იქნება. ხო, აბარა. ოთახი უკვე მზად არის, უბრალოდ შეგიძლიათ ტელეფონი მომცეთ, ქალბატონო. რატომ? შემთხვევით ვინმე მძებნა არ დაიწყოს. ტელეფონის სიგნალი არ დაიჭირონ. აქ არ გიპოვონ. შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. ხომ გესმით არა? შვილო, კითხე იქნებ აიშე ჰანიმს უნდა კილერი გახდეს. არც ისე ადვილია ფიქრეთ ლეტოს ესროლო. კარიერა აიშე ჰანიმმა მაღალი თანამდებობით დაიწყო. არა. არ მინდა. აი ჩემი ტელეფონი. მადლობ. წამოდით. აიჰანი გზას გიჩვენებთ. კარგი. წამოდით. რა ხდება იაჰია? წნევა მაგიწია? ამიწია ძმაო, ყველაფერმა შემაწუხა, წნევამაც. ის იყო ყველაფერი უნდა გადაგვეწყვიტა, რომ გამოჩნდა და ყველაფერი აგვირია. ქანი რომ მოგეკლა, ფულს მიიღებდი? არა, არ მივიღებდი, მაგრამ ნაძირალას თავიდან მოვიშორებდით. და იცი აიშეს ნესიმისგან რა თანხა დარჩა. ეგ კიდევ კარგი. მეთაც გაჰყვა ცოლად, მისი ფული, აქციები, ბინები, სასტუმროები. აბა ამაზე რამე იცი? ძმაო, ხანდახან ვერ ვაზროვნებ. იმასაც ვერ ვხედავ, რაც ცხვირწინ მაქვს. ხვალვე დავიწყებ მუშაობას აიშე, რომ გამოფხიზლდება. ხვალვე. და წერტილი. გმადლობ. კან? დილამშვიდობის, თებში მოგიტანოთ? მომიტანე. რა მოხდა ძმაო?
ქალაქში არაპირებდი ვახშმობას. Sana öyle dedim ასე ვთქვი ძმაო, სინამდვილეში ფიქრეთის შესაჭმელად ვიყავი, თუმცა Ama git. რომ მივედი ვიღაცას უკვე მისთვის ნასროლი ჰქონდა. Kaan, razbudiyalop. ვინ ესროლა? Vallahi. ვერ გავიგე. ვიღაც იმ დროს მოვიდა, როცა ფიქრეთი და ზეინები ისხდნენ. ესროლა და წავიდა. Ölmüş mü? ფიქრეთი მოკვდა? Bilmiyorum. არ ვიცი ძმაო. Üstüne düşmedi. არ დაველოდე. წამოვედი მე რომ არ დამბრალებოდა. გამზე, აიშეს დაურეკე და გაიგე, აუცილებლად ეწოდინება. Bir yerden. Კარგი მამა. აბონენტი მიუწვდომელია. მოგვიანებით სცადეთ. აიშეს ტელეფონი გამორთულია. Bu Ayşe. იქნებ ყოფილ ქმარს აიშემ ესროლა. Doldurdum. ამბობდი რომ მის წინააღმდეგ განაწყვე ქან. Vallahi. ასე თუა მართლა სასაცილო იქნება. Gülerim. Gülün siz gülün. იცინეთ, ხო? იცინეთ. ესეც ასე. ისკანდერია. Alo. ალო? Şota? შოთა. Bir şey რაღაც გავიგე, მართალია? Doğru. მართალია. Durumu nasıl? როგორ არის? კარგად გადარჩა, პატარა ნაკაწრია. Diyelim. Var mı? შემიძლია რამე გავაკეთო? Yok. არა, გმადლობ, ისკანდერ ბეი. Ben abi. რამდენჯერ ვუთხარი თქვენს ძმას ჯავშან ჟილეტი ჩაეცვა, მაგრამ საშინლად ჯიუტია. Ayşe'nin böyle მინი ფიქრებდა რომ აიში ამას გააკეთებდა. Hepimiz ყველა Kaan'ზე ვფიქრობდით. Ya öyle de. სია, მაგრამ ტყვია არ ვიცით საიდან წამოვა. Hani ben თქვენი ძმა არ უნდა მოკვდეს, ვიდრე ცოლს არ შეირთავს, თორემ ეს ცრუ სამყარო ვის დარჩება? Allah'ım dünya kime kaldı? ისე ერთ დღეს ყველა მოკვდებით. Şu anda bu აი ახლა მესმის ჩემი ძმა შენზე რომ ბრაზობს ხოლმე. Abini ასეთი რამის თქმა ახლა შეიძლება? Bazen sana sinirlenmekte haklı. არ გრცხვენია? Ya o bu değil. დავივიწყოთ ზეინებ ჰანიმ. Şimdi ესმა ჰანიმი რომ გაიგებს ძალიან ინერვიულებს. ალბათ ფიქრეთ ბეის ნახვა მოუნდება. Bey. Bu nasıl olacak? ეს როგორ გავაკეთოთ? Nasıl olacak? Ar bilmiyorum vitsi şota. Mustafa. Hepimizi Şarşı soktuğun gavı işin koyet. içine. Ne ben çıkarım, ვერც მე ne ვუშველი, başkası. ვერც ვინმე სხვა. Yani o biraz haklısınız. ასეა, მართალი ხართ. ყველა ამ შარში აღმოჩნდით. Kalmamıştı. Esma burada mısın? ესმა აქ ხარ? Baban nerede? მამა შენი სად არის? Odasında. ოთახში. Ne oldu bir şey mi? რამე მოხდა? Biraz dışarıda ჯობს ქუჩაში დავილაპარაკოთ. მაშაზე. აშკარად რაღაც ცუდი მოხდა. Evet. ხო, Fikret var. ფიქრეთს ესრულეს. ხალილ იბრაჰიმ. გთხოვ, მითხარი რომ კარგადაა. მითხარი რომ კარგადაა. İyi oldu. კარგად იქნება. Şu an ameliyat. ახლა ოპერაციას უკეთებენ. Yarın. ჭრილობა ღრმა არ არის, უფრო სწორად სასიკვდილო არა. კარგი. კარგი. ეს ვინ გააკეთა? Henüz kimseye ჯერ არავისთვის მithქვამს, მაგრამ აიშემ. Ayşe. აიშემ? აიშემ როგორ? ფიქრობდა რომ მე თათის მკვლელობა მან შეუკვეთა. ეს როგორი ფიქრა? რა მოფიქრებინა? Beni Fikret. ფიქრეთი უნდა ვნახო. არა, Şimdi უნდა დამშვიდდე. Halil İbrahim. ხალილ იბრაჰიმ როგორ დავუშვიდე? Zorunda ben აქ მშვიდად როგორ ვიჯდე? oturmak იძულებული ვართ, ხომ იცი, რა მდგომარეობაშიც ვართ. ფიქრეთთან ერთად მინდა ვიყო. ესმა, Esma. ესმა, Tamam sakin. მორჩი დამშვიდდი. Ben Fikret'e ფიქრეთთან წაგიყვან, ოღონდ დღეს არა. Tamam mı? კარგი?
Esma. ესმა, Esma. ესმა. ესმა გონს მოდი და წრემლები მოიწმინდე. Tamam, კარგი, tamam. კარგი. კარგი. ხო, კარგად ვარ. ყველაფერი კარგადაა, კარგად ხარ? Tamam. კარგი. Ha Halil İbrahim gel. ჰალილ იბრაჰიმ, მოხვედი? Otur sana anlatacaklarım var. მოდი და ჯექი ახალი ამბავი უნდა გაგიზიარო. Hayır olsun Kemal Bey. რა ამბავი კემალ ბეი? Hayır hayır. კარგი ამბავი, კარგი. Sevmediğim bir adamı vur. იმ ადამიანს ესროლეს, ვინც დიდად არ მიყვარს. Baba. მამა. გინდა ყველა მოკვდეს, ვინც არ მოგწონს? Ölsün kızım. მოკვდე შვილო, თუ არ მომწონს, ესე იგი კარგი ადამიანი არ არის. Adamdır. Kimi vurmuşlar? ვინ დაჭრეს კემალ ბეი? ვიცნობთ? Tanırsın da. იცნობ და არ გიყვარს. Fikret'i vur. ფიქრეთს ესროლეს. Kim vurmuş? ვინ? Orasını öğren. ეგ არ ვიცი და არც მაინტერესებს. Her kim ვინც უნდა იყოს აშკარაა, რომ ფიქრეთი გულზე მასაც არ ეხატებოდა. თქვენი ნებართვით, ჩემს ოთახში ავალ. yanlış anlama. არასწორად არ გაიგო. Fikret'i kullanıyor. ფიქრეთს არ იცავს. უბრალოდ ძალიან გულჩვილია და ყველა ეწოდება. იქნება სიასწორი. Kadınları ქალისთვის ხო, ჰალილ იბრაჰიმ, მაგრამ ama erkekler კაცების სამყაროში სისუსტის ადგილი არ არის. yanlış yap. შეცდომას ვინც უშვებს, პასუხსაც აგებს. Özellikle de bana. განსაკუთრებით ის, ვისი სამიზნეც მე ვარ. შვილო, რას ნიშნავს არაფერი გინახავს და არ იცი? დედა გეუბნები არ ვიცი. სროლის ხმა გავიგე და გავიქეცი. და ვინახე ძმა დაბლა ეგდო. და გარშემო მყოფებსაც არ კითხე, ეს ვინ გააკეთა? ჩემი ძმის გადარჩენას ვცდილობდი დამლა. ვცდილობდი საზრაფო გამომეძახა. შენთვის ჭორები კი არ შემეგროვებინა. რა ჭორები? არ გესმის, რომ ცოტა ხანში პოლიციაც იმავე კითხვებს დასვამს. მერე დასვას. პოლიცია შენ ხომ არ ხარ დამლა? Jandarması sen misin Damla? Abi. ძმაო, Abla. ექიმებმა რა თქვეს? მდგომარეობა მძიმე არ არის, Değilmiş. მაგრამ ბევრი სისხლი დაკარგა. თან ოპერაცია მაინც სჭირდება. შოთა, კიდევ ერთხელ თუ გაუშვებ სადმე ფიქრეთს მარტო, პასუხს აგებ იცოდე. Evet sen ო მართალი ხარ, ჩემი შეცდომაა. Ya kusura bakmayın ama ბოდიში, მაგრამ არ მგონია შოთას შეცდომა იყოს. უფრო მგონია, რომ ზეინეფის შეცდომაა. ყველამ ვიცით, ფიქრეთს რამდენი მტერი ყავს. ძმას ყოველ საღამოს თუ უთხოვს გაართოს, ეს კიდევ მოხდება. Sen მოკეთე. შენს მეტი არავინ იცოდა, სად მივდიოდით. ამას პოლიციას თუ ვეტყვი, ეჭვმიტანილი შენ გახდები. ეს რას ნიშნავს? ანუ არავინ გითვალთვალებთ? illa biri მარტო მაშინ გიპოვიან, მე თუ მომყვები? Allah Allah. Ya tamam. მორჩა, არ გაჩერდებით? ახლა ჩვენ საყვარელ ადამიანს ოპერაციას უკეთებენ. Adam ameliyat. არავინ ტირის. Ya neden? არავინ ლოცულობს. ვერაფერი გავიგე. უკვე მივეჩვიეთ, შვილო. მთელი ჩვენი ცხოვრება ამ კართან გავიდა. აღარც სრემლი დარჩა, უკვე გაგვიშრა. მეთაურო, Geçmiş olsun. მშვიდობას გისურვებთ. რამე ახალი ხომ არ არის? Araştırıyoruz Nedim Hanım. ჯერ ვერა ნედიმე ჰანიმ. ახლა ზეინებ ჰანიმთან სასაუბროდ მოვედით. Tabii. რა თქმა უნდა. Zeynep Hanım. olay ზეინებ sırasında ჰანიმ, abiniz- შემთხვევის დროს ძმასთან ერთად იყავით, არა? Evet, beraber. დიახ, მაგრამ არაფერი დამინახავს. Bir şey görmedim. Yine de ifade მაინც ettiğiniz ჩვენება zaman- უნდა ჩამოგართვათ. Şöyle ახლა განყოფილებაში წამოვყევით და მერე უკანვე დაგაბრუნებთ. Buraya tekrar getireyim. ჯერ ჩემი ძმის ოპერაცია დამთავრდეს. Ben doktor მის ექიმს ახლა ველაპარაკე. საოპერაციოდან რეანიმაციაში გადაიყვანეს. კარგადაა. Ay şükürler olsun. მადლობა ღმერთს. Güzel kızım. ჩემო ლამაზო. მადლობა ღმერთს. Ben Zeynep და Hanım'a ზეინებ ჰანიმს დავყვები. Yok yok şota. არა, არა, შენ აქ დარჩი. Hatta abimin ჩემს yanında ძმას არ მოშორდე. hiç. წავიდეთ, მეთაურო. Hadi. geçmiş olsun. კიდევ ერთხელ მშვიდობას გისურვებთ. მალე დაბრუნდი, შვილო. Oh şükürler olsun. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. Dayı. ბიძია. ბიძია. Dayı. ბიძია. ne var? რა იყო აიჰან? ხომ გთხოვე თუ არ დაგიძახებთ არ მოხვიდეო. Dedin de dayı. გთხოვეთ ბიძია, მაგრამ Bir sorunumuz პრობლემა გვაქვს. Bizim senden. შენზე დიდი პრობლემაა აიჰან. Dur oğlum. მოიცა, აცადე მოყვეს. Çocuk მიდი, dökül. თქვი. Dökül oğlum. მიდი. Ayşe Hanım. აიშე ჰანიმი დაიკარგა. რა? როგორ თუ დაიკარგა? Odası bu. ოთახში არავინაა. Demek oğlum otur. რას ნიშნავს არავინაა? Bakayım sen otur. მიდი, დაჯექი, დაჯექი. ის კალი რა გაფრინდა? Uçtu mu lan bu kadın? მითხარი. Yok dayı. არა ბიძია. Baktım Mankanit arabası zavida. temizlenmiş.
ესე იგი, ოთახიდან გამოვიდა, მერე სახლიდან, მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, არა? და თქვენ ამ დროს რას აკეთებდით? Dayı ბიძია, senin bir tane aşağı ქვემოთ მხოლოდ ერთი ადამიანი გიყენია. მას უთხრა, რომ მანქანაში რაღაც დარჩა, ჩაჯდა და წავიდა. arabasına bindiği gibi uçup gitmiş. Benim... მე ასეთი ხალხი არ მყავს. ასეთი სულელი ხალხი არ მყავს. მე ახლა ამაზე ლაპარაკის დრო არ მაქვს. Ne bileyim... სად შეიძლებოდა წასულიყო? მე რა ვიცი, ძმაო. Ulan Ayhan. Აიჰან, Bu Ayşe'nin başı... იმას გაგიკეთებ, რაც აიშეს მოუვა. Allah ღმერთმა დაიფაროს აიშე ჰანიმი ბიძია. hem başına რა შეიძლება მოუვიდეს? იქნებ ფიქრეთის სანახავად და მის გასაგებად წავიდა როგორაა. Tamam. კარგი, O კარგი. zaman gidin hemen... ახლა აიშე იპოვეთ და აქ მოიყვანეთ. Buraya getirin. ასე ვერ გავუშვებთ. Böyle tepilmez. ბევრი პრობლემა შეგვექმნება. მართალი ხარ. რაც უნდა თქვა მართალი ხარ. უამრავი პრობლემა შეგვექმნება. თუ ჩვენი ხალხი ასე გააგრძელებს, პრობლემები შეგვექმნება. ბევრს ლაპარაკობ. ბევრს ლაპარაკობ.